ქსოფლში ვიდება და ვიდეოს ვაკეთებ თქვენთვის. ხო და რო არ ჭამს, მე ძალიან მეტად მომშვიდა, იმიტომ რომ კვერცხის მინდა და კვერცხს მოხარშვის დრო უნდა. ანუ აჯაფსანდალი მინდა ვჭამო. ყველით, კვერცხით, შავი და იდეალი კიტრი. ეგრე მიყვარს აჯაფსანდალი. ხო და ეხლა ამჯერად ვერ დავაფიქრე ყველა. რომ ესე იგი რასაც მიხვამთ გარეთ საქმეში და ამგვარად ხა პელმელი მოიხარშა პატარა ქვაბი რომელშიც მოიყარდა ეგეც გარეთ ფათებს საჭრებს თავს და რავი ძალიან კარგი და ძალიან მიხარია ეს არის ხანადგომა და დახმარება და სიყვარულიც ეს არის სიყვარული არის სიტყვები მე შენ მიყვარს სიყვარული არის საქმე ანუ მოხარშული კვერცხი ხახო დავამუღამე ვნახე ლაიფჰაკი რომ კვერცხს ემაშებიან რეცხავენ სოდაში მე ხო ჟელეში ვრეცხავდი ხო და ზოგი რეცხავს თურმე სოდაში ძალიან მომეწონა ეგ იდეა ხათაშორის და უშუცა და პირველად სანამ თქვენ გაგიზიარებით მინდა რომ მე მეცადა არ გოდა თუ არა მე ნახა რა ხო და ძალიან კარგად რეცხავ ესე ჯერ დაასველებ მე რო დაასველებ ესე ხელს დააყრიზებ და ხელში ესე ამოურევ და ყველაფერს აკაშკებს და სალმონელებს და ყველაფერს აეცე ჩვენივე დარეცხავ აშორებ ეს ოთახი დავგავე ძალა დავგავე ძალიან კაია დიდი მაგრამ ძალიან ხულია საქმე მიგაბი დრომია თუ ყავთ ადამიანი რომელიც მაღაზია კონცენტრირებული აია მაგრამ მანდაც ხელს უნდა გადაუხადო ადამიანს თუ არავის არ უნდა ხამკეთება შეიძლება ყოველდღე ხო ეს ბონის ისინი ამოვიღე და ჩავაგდე რომ გავრეცხო ეს სანაყინე იყო და შეხარახურები იყო ეს ხარახურები ზოგი გადავყარე ზოგი შევინახე რომ ვინმეს მივცე და ამაში წყალი ჩავაყენე იმიტომ რომ ტვირთი იყო საოცრე ეხლა დავდგავ კვერცხს რომ მოიხარშოს და იქამდე მე თქვენთვის ვიდეოს გავაკეთებ დილისას აი ასე მომუშავო შეთანხმებულად ანდათან და ძვირფასად იყარხართ მოგეთ ჩემო რუსთავიდან გამოგზავნილი პიცა უნდა გამოვაწყოთ ეს არის სულგუნი მიკინია ზე საყვარელი გონი და ცოდვა? უმია ჯერ უნდა მოვხარშო და შევწვა. უმია. უმია, უმია, ცომია, მიცოგო ის, მოიცა არაფერზე. ცომი და გამოვაწყო. ესე იგი ის არის. ამინდა ცომი და. ამინდა ცომი. მინდა პიცა. პიცა უნდა გამოვაწყო. ეს უნდა ქერი. ქერიანი. პერფავენ. დედასთვის მოვჭრათ. დედასი ცალკე უნდა შეიწვას. მითხარი დედა.
აუ ძალიან. თელი ფიქრი. შავთოთ პიცა ხება 180 გრადუსზე დაწერია ზედა ქვედა ჯერ გახურდეს და მე ჩავხსა ასე შემოდგებილა წვიმიანი დღე არის და სევდიანი დღე არის ყველა დღე რომელიც წვიმიანია სევდიანი არ არის გამთხოვდი დღე თუმცა არის სევდიანი თუმცა მე არ ვარ სევდიანი, მაგრამ დღე არის. არ ვიცი თქვენ თუ გრძნობთ ხოლმე დღის ენერგეტიკას, დღის სულს. მე ვგრძნობ. აი ასე. ჩემთან საქმე კარგად მიდის, მე და ჩემი გოგო, ესე იგი იმედს სწავლობთ ხალხო მთელი დღე და სწავლობთ ბედნიერი ვარ. ისეთი რა აი How do it წარმოიდგინე თუ ხედავ პრაქტიკაში როგორ სწავლობ, აი არ ვიცი. ძალიან ბედნიერია. ეხლა ვიცი რომ გამოვაცხო. მე მინდა რომ ის სამი კაცი წავიდე. წვიმის მარაკალპურში მინდა რომ წავიდე. რაღაცებს ვიყავ. სალამი კიდევ ერთხელ მეგობრებო, რაღაცა მინდოდა თქვენთვის მე თქვა და უცებ ახალ ფიქრობდი და გადავწყვიტე რომ შემომერბინა თქვენთვის და ეს გამეზიარები კისერი და სახე ეს ტკივა და ვიგრძენი რომ ტკივა დაძაბულობისგან იმდენს ვფიქრობ რომ ეს გავაკეთო ეს მოასწრო რომ ვიგრძენი როგორი დაძაბული ვარ ხო და მე ვიფიქრე ის რაც ახლა მინდა თქვენ გითხრათ ესე იგი აი ეს არის მე გაჩვენებ შიდა სამზარეულოს მე ყოველთვის გაჩვენებ შიდა სამზარეულოს და ეს არის შეუფასებელი არიან ადამიანები ხა რა თქმა უნდა ასეთი რაღაცა ყველასთვის არ არის და ყველას არც უნდა ამის დანახვა არიან ადამიანები რომელსაც უბრალოდ გართობა უნდათ მაგრამ მე გაჩვენებ რეალურ პროცესს ანუ რომელიც ყოველთვის არ არის თავბრუ დამხვევი რომელიც ყოველთვის არ დგას თავგადასავლებზე რაღაცას მოხდენაზე და შეიძლება მაგალითად ეს იდგას იმაზე რომ ხედავდე ადამიანი ყოველ დღე როგორ შრომობს მუხლ ჩაუხრელად და შეიძლება ამის არათუ გაკეთება არამედ ყურება ვიღაცისთვის მოსაწყენიც კი იყოს მაგრამ რეალურად ამაზე დგას ყველა შედეგი და ის ვინც ამას დაინახავს თუნდაც ის ვინც ეს საერთოდ არ იცოდა და გამოიყენებს წარმატების ფორმულას გაიგებს და ისწავლის და გააკეთებს. და ვიღაცები იქნებიან, ვინც ვერასოდეს ვერ დაინახავს და ვიღაცები ამ უძვირფასეს წაიღებს, რომელიც სრულიად უფასოდ არის და გამოიყენებს. მე ყველა ვიდეოს აღწერაში მივუთითე ჩემი დონაციისთვის ანგარიშის ნომერი. მინდა რომ თუ კიდეს მე ადამიანს ჩემგან რაღაცა წაუხია ისეთი რამაც მის ცხოვრება შეცვალა და უნდა რომ მე დამიბრუნოს რაღაცა ენერგია რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა რამდენი იქნება ხო ანუ შეიძლება ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს რაღაც მომენტში შეიძლება უბრალოდ ერთი აგური აღმოჩნდეს შეიძლება უბრალოდ мотиваცია აღმოჩნდეს რომ სწორ გზაზე ვარ რომ შეუფასებელ ცოდნას ვაძლევ და საფასური უბრალოდ ის არის შენი დრო გაიღო და შენი ნებით რამდენიც მზად ხარ რომ გაიღო თუნდაც საერთოდ არაფერი და ეს იყოს ლაიქი, გამოწერა, კომენტარი ან ეს იყოს თუნდაც რაღაცა ოდენობის თუნდაც ერთი ლარი ხო ადრე მქონდა მითითებული როცა გავაკეთე მე YouTube
საქართველოში ზეჯერ არც იყო ეს მიმდინარეობა მითითებული მქონდა ხოლმე მე წავშალე იმიტომ რომ ესეთი გაუნათლებელი გაუგებარი ჯგრო შემოვარდა და ესეთ სიბინძურეები დამაბრალა არც ეს ჩვეულებრივია ანუ ბლოგერობა სამსახურია ჩვენ მუშაობთ ჩვენ ცხოვრებას ვაზიარებთ ეს ერთ-ერთი ურთულესი სამსახურია და კი დონაცია არის სრულიად ჩვეულებრივი და ნორმალური რაღაცა როცა გინდა რომ გახარო ის ადამიანი ვინც გიყვარს ეს ძალიან ნორმალური რაღაცაა და ვისაც არ უნდა არც არავინ თხოვს არც არავინ უყოფს ჯიბეში ხელს არც არავინ სახში არ უვარდება და არც არავინ ავალდებულებს ანუ ეს არის სუფთა სურვილზე და ეს საოცარია ახო გაბედეთ და იყავით ის ვინც ხართ აკეთეთ ის რაც გიყვართ და მოითხოვეთ ის რისი მიღებაც გსურთ თუ არა არასდროს არაფერი არ იქნება მიყარხეთ ნახეთ რამდენი ცხიმი აქვს სურავს ჩემი ნაჭერი სად არის აღარ კი ჩანს Andreas? Ναι, έτσι. C'era tu al mocoglio. C'era tu al mocoglio. Grande. Al mocoglio, nice. Am calor ceria, calor peta. Li devi mobilsi. Algo, Mindar. Ayda. Ja, ja. My problem. ხო, თერმომეტრი გავყეხე. თერმომეტრი გავყეხე. როდის იყო? სიცხეს ვიზომავდი. რა უკდები მაშინ არ ვიზომავ ხოლმე. რავი, აი, თავი თუ არ ვიგზენი, ხელი მტკივა. მაგრამ ერთი არა გავიზომო, სიცხე ხო არა მაქვს. ხო და მივედი ესე გავხსენი, ჩასადები და ბრახო და არ ჩამოვივარდა. ხოდა ეს ერთი წუთი თავზე ვედექი და დავყურებდი, იმიტომ რომ ვერ ხდებოდი გაწყვეტა თუ არა, ხმა კი გავიგე, მაგრამ ვერ ხდებოდი გაწყვეტა თუ არა. მერე მოვგავე. მერე თურმე ეს მოგვა არ შეიძლებოდა.
ცოცხლით გადავაგდე ჯამში. მე როცა საფერგით მოვწმინდა, ხანჯარა გავაღე, კარი გავხურე, ბავშვი ვაჟები ზაღლი არ შევიდეს. მერე ზმრიანი, ჟელეიანი და სოდიანი ტილოთი მოვწმინდა, ეგენი ყველაფერი გავატანინე. ის ცოცხლით მათ შორის. ხოდა ეს ხალხო აფეთქს ჩვენთვის ყველას ოჯახისწორების და აქ ვაკეთებ ნემაზე ორ საბაზარზე ჩემთვის ხილი რაიმე ხლიავი რაღაცა სასწაულებრივი ჩემი სიყვარული ვაშვა ატამა და ატამი საულებრივი აი აქ სიტყვა ხალხი მას ჩემთვის καλοφერდა ვიძრონა მოვაბრუნე. ეს ბატარი უკვე ზეითუნის ესიც აქვს. ნახეთ, ეს წყალი მე არ დამატებია. თვითონ რაც გაუშვა ის არის. თვითონ ამოდის თქმა, ეს შეიძლება. შო ეს ბატარი. აი, ფერია მას აღარ უნდა. კაციების კარგი. ხოდა ხალხო ეხავს დღევანდელ ბოლო რძიან ყავას. და რა ვიცი გუშინ გავცივდი, მაგრამ იქამდეც გაცივული ვიყავი. აი ეს თვალი მткиოდა, აი გუშინ მთელი დღე. აი ამ ადგილას და რავი, აი მიფხანებოდა ეს არ ვაქცევი თქოს ყურადღებას რა. მე ხა დავიბანე იქ რომ მივიდოდი სამძიმარზე. და ესე წავედი, რა ვიცი დამემატა თუ რა, აი ესენი მткиვა, ეს თვალიც მткиვა, დილას მეკავებოდა საერთოდ. ხო და მე ხა ისინი სახე როგორ მაქვს. ხო. ხო. არა, მე ვერ მოვდივარ. მე უთხარი ელენეს. არა, მე უთხარი ვერ ამეთქი. გასვენებაში. გაეთიშა ტელეფონი. აუ, კაი რა დასატენი აქვს. ხაკეთ რეკავს. მეორე დაკავება იყო. ხო, ანუ მე არ მოვდივარ, არა. ხო, მივხვდი. იმიტომ რომ ესენი ხო რუსთავში წავლენ, მე ბავშვთან მარტო ვიქნები სახლში ხვალ. ვუთხარი მე ელენეს. ვერ მოვალ თქო. მაგეთ ხალხო წავედით, ხა კარტოში წავედით, ხო. შეგინა ხაი, აფა გოგონა. ნახე, აქ ფეხი ეცედგა. მასალე, მე გოგონა არ ვარ, მე ხალი ვარ. გოგონა შენ ხარ? ევა, გოგონა. არა, გოგონა არ ვარ. შენ ხალი ხარ? აჰა. შენ აგაგაბა. შენ? ამა. შენ გოგონა ხარ თუ ხალი ხარ? გოგონა. გოგონა ხარი. კი. ახლა ჩემი დროს კარფუში. კი, ხალი. შენ აფა გოგონა. No, No. Okay, დამშვიდი.
უნდა სარწმუნდეს ხოლმე. ხოლმე იმა ყოველ შემთხვევაში რა ვინახე როგორ გვაქვს ცივა. აი კარგად გვარიანა ურატოდადიან ესე გიჟები ნერვები მიშლენ. კარგად გვარიანა ცივა. ხოდა რა ვიცი. ზაფხული არ არის. ბავშვი კაცის შვილი არ არის. არა, კი არის, მაგრამ ძალიან ცოტა. რამაზი საღამო. არტი. კინა პარკში შევიდეთ ახლა. ნაცრისფერ ნაძვებში მივდივართ. აი რა ლამაზია, ევი მოგწონს. რა ლამაზია დე. ესე იგი ხალხო პარკში. ისა კარფურში ბავშვი ანუ იქ იყვნენ რა ცოლქმარი იყო და ცოლქმარი იყო ბავშვი თევაზე ალბათ ერთი წრით იქნება და პატარა ან შეიძლება 2 თან 1 თან 1.5 არ ვიცი და კარფურში სწრაფი გადახდის აპარატთან იდგნენ ანუ ქონდათ ერთი მაღალი ურიკა ბოლომდე სავსე და ერთი ხელის წასაღები რვა კალათა ეგ ანუ სწრაფი გადახდის აპარატზე მაგითი როგორც წესი არ იხდიან. ნუ კაი, რადგან ბავშვით იყვნენ, ოკეი. მაგრამ ესე იგი ეს კაცი ატარებდა რომ ეყიდა, გადაეხადა და ეს ბავშვი არ ითმენდა, უნდა გაქცევა, იქცეოდა ცუდად და მე ყოველთვის როცა ბავშვი იქცევა ხოლმე ცუდად, ანუ ერთჯერადაც ცუდად არა, ანუ ეტყობათ ხოლმე, ხვდებით? ანუ ერთჯერადაც ცუდად კი არა, აი ცუდად რა. და დედამისმა იმენა მოკაჩა ისე რომ მიჩვეული რა ბავშვს ჩქმენტავენ სახელზე, აი ცემის სპონჯში რა. და ეს ხო არაფერს არ დაგაცეს. ახლა მეც ბევრჯერ მithქვამს ეგ ფრაზა, მაგრამ კი, ჩაიდე დეჯიბეში. ანუ სულ სხვა ტონალობაში იყო იქ ნათქვამი. ხო და მე წამოდი ახლა სალაროსთან წავიდეთო და დატოვა ეს კაცი ამ შუა იმითი რა ქვია კალათით და ნახევრად გახდილი შარვლით იყო ეს კაცი კიდე წამოხრილი და წავიდა გაიქცა სალაროსთან ის ქალი იმ ბავშვით. ამ დროს მოვიდა მენეჯერი და უთხრა რომ ანუ აქ ეხლა ჩვენ აღარ გვინაო გააუქმევ ან ჩამოწერილი იყო მაგათი ან ჩემ წინ იდგნენ ყველა სხვა ის გაფუჭებული იყო არ მუშაობდა დანარჩენი გადასახდელი. ხო და ისაო იქ არბოდა ის ქალი უკვე და ჩვენ აღარ გვინდაო გააუქმევ ამ გოგოს მოაძახა რა. ხო და ანუ ბავშვები რო იქცევიან ხოლმე ეგრე. ხო და ამ გოგომ უთხრა მენეჯერმა ვაქო ისეც არ არისო რა ამ დენის გატარების ადგილიო და ყოველთვის ბავშვები იქცევიან ეგრე იმათ ყავთ ეგეთი მშობლები. ან რეალურად ძალიან მართალია ის გამოთქმა რო არის რომ ბავშვი მშობლის სარკეაო 100%-ია. ნუ მე რო გაიზრდება შეიძლება რაღაცა ისწავლოს, შეცვალოს, გააცნობიეროს, გადააფასოს შეიძლება. ყველა კიდევ ვერ შვება, მაგრამ ნუ ზოგს აქვს შანსი რა. შანსი ყველას აქვს, უბრალოდ ყველა ვერ შვება. და ანუ აი კლასიკურად ცუდი ქცევა. ეხა მეორე კიდევ. ამას რატო ვყვები? რომ იწერენ ხოლმე რომ ევა არის კაი ბავშვის დილობიანი დამჯერი. რაც ეს სიყვარულშია გაზრდილი, რაც ეს თანადგომაში, ახსნაში, გაგებაში, არა ყვირილში, არა ჩხუბში, არა ცემაში, არა ესეთ მიდგომაში, რომ ფესხო ეხლა არაფერს არ დაგაცდის და ასე ამოიჩარა ბავშვი რაღაცა კალათასავით და გააქანა. ხო ხტებით რას ვიზახი? ეს ყველაფერი ამათ წმინდა სულზე ილექება და მოქმედებს და ძალიან დიდი გავლენას ახდენს. ხო და მეორე კიდე საყიდლებზე რო ვიყავი ახლა წასული ელიზაბედი ერქვა ბავშვს ელისე და ხო და დედა და ძალიან მოხდა ყურსი იმიტომ რომ მარიამ ჩხაპელიას ელიზაბეტსაც ელისე ძახის ხოლმე მარი და ანუ ძალიან მოხდა რა ყურსი და ესე იგი გასახდელში 3-4 ჯერ ფარდა ისე გადამიწია ანუ აი რო ვიცვლიდი რა ამ ბავშვმა დედამისი იქ იდგა და ვში არაფერს არ ეუბნებოდა
და ეს ბავშვი იქცეოდა აბსოლუტურად უსაქციელოდ და ბოლოს რა უნდა გასულიყვნენ დედამისმა რაღაცა მოიზომა რა და ჯერ ელოდებოდნენ მე როცა ელოდებოდნენ ამ ბავშვმა 1000 ჯერ გადამიწია მე ფარძა და მე დედამისმა რომ მოიზომა ეს რაღაცა მე ეუბნება ნახე აი ეს მომხვდა ისე მომხვდა ყურში რომ აი არ ვიცი დედა ეუბნება ეს გოგო ესენი ახლა უნდა ვიყიდოთ ხო და დედამისმა არა ეს არ გვინდა და აქ უნდა დავტოვოთ იმიტომ რომ აი ესენი წაიღებენ ეგ ამათის საქმეა ესე კი გასაგებია რომ ეგრეა მაგრამ ანუ აგდებული ტონით და ეს ბავშვებმა ხო დედა ეს უნდა დავტოვოთ ეს არ უნდა წავიღოთ ჩვენ ხო ვიღაცა გამყიდველები არა ვართ ანუ ამას ხო ბავშვი თავის წერ მოიფიქრეს ანუ ეს ხო ბავშვს გაკონილი აქვს და იქ იყვნენ ის გოგოები ვისაც ყველაფერი უნდა გაეკეთებინა რეალურად ანუ პირში უთხრა ბავშვმა და დედამ შენიშვნაც არ მისცა ანუ დედამ არ გაუსწორა დედამ არ აუხსნა ის კი არა რომ ამოიჩარო ცემო არა რომ აუხსნა հանაიათ უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს სწორი შეხედულებები თუ ასეთი მშობელი ყავს ანუ ეს ხო უბრალოდ შეუძლებელია ეს ხომ და ბავშვიც არის დამოკიდებული მაგრამ მშობელზე ძალიან და გარემოზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ამის თქმა მინდოდა სულ ისე რომ მიდიან ისე მიიქნევენ ხოლმე ამ ხელებს მოდი ეს წავიდეთ რამდენი ძაღლებია ისე მიიქნევენ ხოლმე ამ ხელებს რომ ეს სულ მეშინია ხოლმე ბავშვს სახეში არ გაარტყან და სულ უყურებ ხოლმე ძალიან წერვა სახით რომ მე ცოტა შეიშმუშნებიან ხოლმე მოერიდებათ ხოლმე თორე ძალიან ბევრს კიდია შენ გაარტყას არ გაარტყას ბავშვი არ არის ვაფშე არ ინტერესებს ბევრს ყველას არ არის ხოლმე მაგრამ ბევრს მაგრამ მოყავს ხოლმე მე ხა ძალიან მომიდა და მოყავს სხვა დედა დიდი გაგი დიდი ძაღლი ხო დიდი გაგი რომელი დიდი ძაღლი მოვიდა ჰეი იქ არის რომელი აფაბა ცოტა დასვან შია ალბათ ჩივა ხასი ხო სახში უნდა შია და მამო ეს კი ელანელა ის არ მოიქნიოს Pianino golubino. Sara, vedi la sechla golubino.